და პირობისამებრ ჩვენ დავბრუნდით ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში უკვე ჩვენი ქართველი კოლეგებით, რომლებიც გახლავთ ორგანიზატორები და მონაწილეები გლობალური ჯანდაცვის კონგრესზე, რომელიც ახლა ჩატარდა საქართველოში და რომლის იდეის ავტორიც და ინიციატორიც სწორედ ჩვენი სტუმარი პროფესორი პადმინი მურთი იყო და მისი ასე ვთქვათ თანაორგანიზატორები და ინიციატორები ქართული მხრიდან იყვნენ პროფესორები მედიცინის მეცნიერება და დოქტორი ქალბატონი ხათუნა კალაძე და ქალბატონი მანანა კოკოლი. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგწანებისთვის, მოგესალმებით და ქალბატონ ხათუნა თქვენგან დავიწყებ, მინდა რომ მოკლედ მოვახსენოთ როგორ დაიბადა კონგრესის იდეა, რატომ, საიდან გაიცანით თქვენ ეს შესანიშნავი ადამიანები და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას საქართველოსთვის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და გადაგიხადოთ მოწვევისთვის. კონგრესის იდეა წამოვიდა ჩვენი მეგობრის და ჩვენი კოლეგის ქალბატონი პადმინი მურთისგან, რომელიც არის პროფესიით ქირურგი, გინეკოლოგი, მაგრამ ამჟამად მოღვაწეობს როგორც გლობალური ჯანდაცვის ექსპერტი. ძალიან ბევრს მოგზაურობს, აქვს ძალიან ბევრი შეხვედრები. მე საიდან ვიცნობ მოკლედ გეტყვით, მე გახლდით საერთაშორისო ექიმ-ქალთა ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტი 2013-2019 წლებში და იმ პერიოდში ერთად ვიყავით გამგეობის წევრები, შესაბამისად დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს. ქალბატონმა მინიმ დაგვირეკა და შემოგთავაზა, რომ გაგვეკეთებინა გლობალური ჯანდაცვის კონგრესი. იცის საქართველოს შესახებ, ნამყოფია საქართველოში, იცის დღევანდელი საქართველოს პრობლემები და გამომდინარე აქედან უნდოდა რომ კიდევ ერთხელ საქართველო გამოჩენილიყო საერთაშორისო ორბიტაზე, კიდევ ერთხელ ხაზი გასმოდა მის პოზიციონირებას ჯანდაცვის სფეროში და სწორედ ამიტომ შემოგთავაზა ამ კონგრესის უშუალოდ საქართველოში ჩატარება. ძალიან დიდი მადლობა და მე მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვათ რა ტიპის იყო ეს კონგრესი. ჩვენ მაყურებელს არ მინდა დარჩეს შტაბ-ჭრიბა როხანის ქართულ ორგანიზაციამ თვითონ დაუშვათ ქირურგი, გინეკოლოგი ამარტო ეს მიმართულება აბსოლუტურად სხვა სახე ჰქონდა, ეს იყო გლობალური ჯანდაცვის საკითხები და მინდა რომ რამოდენიმე სიტყვით გითხრათ თვითონ მადლობა. ქალთა ორგანიზაციის ეგიდით ეს არ ჩატარებულა. ეს უბრალოდ ჩვენ გავიცანით ერთმანეთს. ეს ჩატარდა გლობალური ჯანდაცვის ეგიდით და კონგრესის თემაც ესეთი იყო: ჯანმრთელობის ჰორიზონტები, რაც აერთიანებს მედიცინას, პოლიტიკას, ჰუმანიზმს და მთავარი თემა იყო ჩვენი სამყარო, ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. კონგრესი მოიცავდა მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას და განკუთვნილი იყო არამხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, არამედ მომიჯნავე დარგის სპეციალისტებისთვისაც, სოციალური მუშაკებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იურისტებისთვის, იმიტომ რომ კი საუბარი იყო ჯანდაცვაზე, მაგრამ პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა გზებზე. ამით იყო უნიკალური. ამით იყო უნიკალური, რომ მხოლოდ ექიმის სპეციალობა არ იყო გამოკვეთილი. ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მედიცინის ეთიკა, მედიცინის სამართალი, ასე ვთქვათ, სამედიცინო ჟურნალისტიკა და სხვა ეს არის ის ინტეგრირებული ნამდვილად მიმართულებები, რომელთა განვითარება ჩვენ მომავალში გვჭირდება. და მე ახლა ქალბატონ მანანას შევაწუხებ შეკითხვით, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სხვადასხვა მიმართულება იყო ჯანმრთელობაზე საუბარი ზოგადად, ჯანმრთელობა და გარემო, ჯანმრთელობა და კლიმატის ცვლილება, ჯანმრთელობა და სარეაბილიტაციო მკურნალობა, ძალიან დიდი ნაწილი დაეთმოდა ამისთვის ბიოსაფრთხოება, პირადად ძალიან მე კმაყოფილი დავჭი ამით, იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს როდესაც ჩვენ ცხოვრების ხარისხზე, სარეაბილიტაციო მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ეს თემები თქვენ წამოწიეთ, მნიშვნელობა აქვს კი კომუნიკაციაზე, ჰუმანიზმზე ვისაუბრებთ, ემპათიაზე ვისაუბრებთ, ემოციური ინტელექტზე ვისაუბრებთ, ზუსტად პირველ ნაწილში ჩვენი გადაცემის და ეს კონგრესიც ამას ემსახურებოდა, თუმცა იყო ძალიან კონკრეტული, ძალიან საინტერესო სამეცნიერო პრაქტიკული ნაწილით, იმიტომ რომ ქირურგთა სექცია ცალკე მუშაობდა და მე მინდა რომ აი ამ მიმართულებებზე მოკლედ და განსაკუთრებით ქირურგთა სექციაზე მოგვახსენოთ, როგორ დაიბადა იდეა, რომ ეს სექცია ცალკე ყოფილიყო და ვინ მონაწილეობდა და როგორ ჩატარდა. დიდი მადლობა, მოგესალმებით.
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის მოგვიწვიეთ არაჩვეულებრივ სტუდიაში და მოგვეცით საშუალება რომ გაგვეცნო ეს არაჩვეულებრივი თვითონ კონფერენცია, რომელიც მე მგონი რომ ძალიან საჭიროებო საკითხებით იყო წარმოდგენილი და გლობალურ საკითხებს ეძღვნებოდა. ზუსტად იქედან გამომდინარე, რომ გლობალური პრობლემა არის სიმსუქნე და სიმსუქნესთან დაკავშირებული ეს გამოწვევები. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ქირურგიაც ჩაგვება ამასთან ზოგადი მიმართულების, იმიტომ რომ მან უამრავი საკითხი არის, რომელიც კვეთაში მოდის, როგორც ზოგადი ქირურგების გამოწვევებთან, ასევე ბარიატრიული მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ჰქონდა ძალიან კარგი ესეთი პროგრამა, რომელიც ერთობლივად შედგა ქალბატონ ხათუნასთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი და ჰქონდა ასევე ძალიან კარგი გამოხმაურება ჩვენი პარტნიორისგან, რომელიც ამ შრამად მოღვაწეობს ოქსფორდში. ბატონი ჰარისისგან იყო არაჩვეულებრივი ესეთი წარმოსული მესიჯები. ისიც არის ჩვენი პროგრამის ჩართული. უბრალოდ აქტიური მონაწილეობა მისგან ისე არ ყოფილა, მაგრამ მხარდამჭერი იყო ფაქტიურად. და რაც მთავარია ჩვენი უცხოელი კოლეგებისგანაც, იმიტომ რომ მე ერთი წუთედაც არ მინდა დავაკრინო ქართველი ჩვენი ცნობილი და ძალიან გამოცდილი ქირურგები, რომლებიც გვერდში გვედგნენ, ბატონი გია თომაძე, ბატონი მამუკა გონჯოლაშვილი, ბატონი თამაზ გვენეტაძე, ბატონი კობა სახეჩიძე, ბატონი დავით აბულაძე, ბატონი დავით ჯიქია, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ხათუნა. ჩვენი ბატონი დავით ჯიქია ამჟამად წარმოადგენს ქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტს გრიგოლ მუხაძის სახელობის და ფაქტიურად მისი მხარდაჭერით იყო რომ ცნობადობაც და ჩვენი კონგრესის ინფორმაციები და არა მარტო მისი პროგრამის შედგენაშიც ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული და რაც შეეხება თვითონ ამ სესიას იყო ძალიან კარგად, იმიტომ რომ დაგეგმილი კუთხით და საინტერესოც, იმიტომ რომ ვეცადეთ ამ კუთხით ყველას ინტერესი და ყველას მსჯელობა ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც რომელიც ეხებოდა რეციდიულ თიაქრების პრობლემას, იმიტომ რომ სხვადასხვა თემით იყო ეგ შემოსული ჩვენთან და ყავდა ბატონი ჩართოლანის თემა იყო ძალიან საინტერესო, რომელსაც ჰქონდა წარმოდგენილი პროგრამის შედგენილსაც, როცა დაუკავშირდით სპორტული მედიცინის კუთხით, შემდგომ ჰქონდა ასევე გიგანტური თიაქრების პრობლემა, რომელიც გულბანს ახალგაზრდა ასოცირებულ პროფესორს ლაშა გულბანს, რომ ჰქონდა წარმოდგენილი და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის მუშაობა ახალგაზრდა მეცნიერებთან, რომელიც ჩვენს გვერდით ძალიან აქტიურად ჩაებდნენ, იყო წარმოდგენილი ასევე ქალბატონი ია, რომელთანაც პანელურ დისკუსიაში იყო ძალიან კარგად განხილული ის გამოწვევები და პრაქტიკული კუთხიდან დანახული თიაქრები. შემდეგ ჰქონდა ასევე ღვიძლის ქირურგიაზე, ჰქონდა პანკრეასის ქირურგიაზე, ჰქონდა კუჭნაწლავზე, საიდანაც ჩვენი უცხოელი კოლეგა იყო ჩართული თურქეთიდან. ერენტასკინი იყო ასევე ჩართული ბატონი ენდრიუ გამსი, რომელიცაც ჩვენი ქვეყანა უკვე იცნობს სხვადასხვა მისი ქირურგიული აქტივობიდან უკვე 2023 წლიდან ამერიკული ჰოსპიტალის მხრივ იყო და გვიჭერდა მხარს და ძალიან მადლიერი ვარ მისთვის. იყვნენ ჩართული ასევე ეგვიპტის ბარიატრულ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი ალა აბასი და ასევე ენდოკრინოლოგიური მიმართულებით და მისი მიმართულება როგორც მე ცალკე გავარკვიეთ არის ასევე იმუნოლოგიური კუთხით არა მარტო და ძალიან საინტერესო თემა ჰქონდა ქალბატონ რანდა რედას წარმოდგენილი. ქართველების მხრიდან ბატონი გიორგი ზურაბაშვილი იყო ძალიან აქტიური და გამიხარდა, იმიტომ რომ უკვე მეორე კონფერენცია, როდესაც მისი ჩართულობა როგორც IFSOS ახალგაზრდა
მიმართულების ხელმძღვანელი, ძალიან აქტიურია და ძალიან ისეთი მხარდაჭერის კუთხით ძალიან გამოირჩევა. ამ სესიებს ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ იყო დისკუსია და სხვათა შორის წარმოიჭრა აზრი, რომ გაერთიანებული ძალებით ენდოკრინოლოგებთან და ქირურგებთან ერთად შეიქმნას ასე ვთქვათ, კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ჩვენს პაციენტებს გაუადვილდებათ და უფრო მისაწვდომი გახდება იმ მომსახურების, ასე ვთქვათ, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების თუ ამბულატორიული მომსახურების მიღების შესაძლებლობა და უფრო რაციონალურად იქნება წარმოდგენილი მათთვის არა მარტო ოპერაციული მიდგომა, არამედ ის შესაძლებლობები, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგია გვაძლევს. დიდი მადლობა. ანუ რეალურად გამოდის, რომ ჩვენთვის მედიციასთვის ძალიან საინტერესოა ხომ, რომ ამ კონფერენციაზე როგორც ყოველთვის ხდება ხომ, დაიბადა ახალი იდეები, ახალი პროექტები და ჩაეყარა საფუძველი ახალ თანამშრომლობებს და მე ვფიქრობ, ეს ინტეგრირებული საბჭოები საერთოდ მედიცინის მომავალი, იმიტომ რომ შეუძლებელია უკვე ესე დაყოფა მედიცინის ძალიან მკაცრად კონკრეტულ დარგებად და ქალბატონ ხათნა მინდა რომ თქვენ შეგვიჯამოთ საერთოდ ჯამში დაამატოთ რას იტყოდით ამ მნიშვნელობას. მოკლედ ვიტყვი ქირურგიულ სექციაზეც, რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ სიმსუქნე არის 21 საუკუნის გლობალური ეპიდემია, ამას ძალიან მარტივად ვერ შევხედავთ, არის შემთხვევა, როდესაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა, არის შემთხვევა, როდესაც არ არის საჭირო, ამას უნდა წყვეტდეს მულტიდისციპლინური გუნდი, სადაც მონაწილეობს ქირურგი, ენდოკრინოლოგი, ქალის შემთხვევაში გინეკოლოგი, ფსიქოლოგი, მომიჯნავე დარგის სპეციალისტები და ეს უნდა გადაწყდეს ერთობლივად. და უცებად რეაბილიტოლოგი, რა თქმა უნდა და ფიზიკური მედიცინის სპეციალისტი ოპერაციის მერე ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის აღდგენისთვის, იმიტომ რომ წონის დაკარგვის დროს ძალიან ბევრი თანმხლები პრობლემები ჩნდება და აქედან გამომდინარე ის მიდგომა, რომ მე გადავწყვიტე დღეს ოპერაციის გაკეთება და კვირის ბოლოს გამიკეთებენ, არ არის სწორი, ამას ჭირდება ძალიან ხანგრძლივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადება. ამას ქვია რეაბილიტაცია სწორედ. დიახ. დიდი მადლობა ეს რომ ეს აუცილებლად მინდოდა დამემატებინა. ანუ გარდა ამისა ეს რაც იყო სხვა მიმართულებები, უსაფრთხოება, დღევანდელი ჩვენი გარემო, სადაც ვცხოვრობთ, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაკლებად უსაფრთხო ხდება ჩვენთვის, წყალი, ჰაერი და ასე შემდეგ. ამაზე ძალიან დიდი დისკუსიები გვქონდა ფსიქოლოგიურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც, ქალის ჯანმრთელობაზეც და რაც საინტერესოა და რასაც აგრეთვე შევეხეთ, ეს იყო ჩვენი გასვლითი სამედიცინო ტურიზმი არ არის ისე ორგანიზებული, როგორც უნდა იყოს. პაციენტები მიდიან ძალიან ხშირად მოუმზადებლები, ეს არასწორი დაგეგმარების გამო და ის შედეგებიც არიდება, რაც უნდა დაიდოს. აი ამასაც ჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა. ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ და ვფიქრობ ეს მე ცალკე განხილვის საგანიც უნდა იყოს სამედიცინო ტურიზმი როგორც გარე, ისე შიდა და იმედია შევძლებთ რომ ამაზე ცალკე გავაკეთოთ გადაცემა. შევამციროთ უკმაყოფილო პაციენტების რაოდენობა და ავწიოთ ცხოვრების ხარისხი. და ჩვენი სამედიცინო ტურიზმით გავაუმჯობესოთ, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ თვითონ გვაქვს ისეთი სერვისები, რომელსაც აქეთ უნდა ჩამოდიოდნენ პირიქით და არა ის რომ ჩვენები გავაკეთოთ. რა თქმა უნდა. ამაზე ცალკე კონფერენცია დავგებთ. უბრალოდ გამომჩა და ძალიან მინდა უბრალოდ დავამატო აქვე რომ ჩვენი დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ბატონ სურენ დრაუგალესთან, რომელიც იყო აქტიურად ჩართული და ქალბატონ აინურ საფიევასთან, რომელსაც ჰქონდა არაჩვეულებრივი მოხსენება, თანამედროვე მიდგომები და ბატონ მინდა ასევე ხაზი გაუსვა ბატონ დავით ჯიქიას, რომელსაც ძალიან საჭიროა საკითხი ჰქონდა წამოწეული, ეს იყო რადიაციული მედიცინა და შეიძლება რისკები. კეთილი, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი კონგრესი გქონიათ. ძალიან მიხარია, რომ მოახერხეთ ასეთი დიდი საქმის ორგანიზება და მე ვიტყოდი საფუძველიც ჩაუყარეთ ძალიან ისეთ ინტეგრირებულ და მულტიდისციპლინურ კონგრესებს საქართველოში. წარმატებებს გისურვებთ. მომავალში ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრჯერ გამეორდება ასეთი საინტერესო გაცვლა თქვენი გამოცდილების, ჩვენი გამოცდილების, ქართველების უცხოელ კოლეგებთან და არაერთი ერთობლივი პრაქტიკული თუ სამეცნიერო კვლევითი პროექტის დასაბამიც გახდება.
ჩვენს მაყურებელს კი ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბუნებრივია იმედს იმისა, რომ სამეცნიერო მიდგომებით და ერთობლივი ძალებით მათ შეუძლიათ ენდონ როგორც ქართველ ექიმებს და ჩვენ სპეციალისტებს, ასევე ჯანდაცვის პოლიტიკოსებს და ადამიანებს, რომელიც ჯანდაცვის სფეროში აქტიურად მოღვაწეობენ ჩვენი საზოგადოების სასარგებლოდ. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე.